თავარიები საქმეს ცოტათი მაინც მოვაბა თავი მოკლედ მოგესალმებით. თავარიები ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან ლამაზი. ამიტომ ნერვიულობის მომენტი მოიხსენით და შვიდად წნარად ყველაფერი გაიგო. დიდი მადლობა, მოგესალმებით, პატრიციონებო, მიხარია რომ დაგვაფასეთ და მოგბრძანდით. მოკლედ ჩემი და ჩემი სხივების სამწლიანი თავგადასავალი. დასასრული მოახლოვდა რა. და მინდა რომ ამ სამ წელიწადში ერთად ვისწავლეთ ბევრი რამ, წერა-კითხვა, შეკრება, გამოკლება, ბუნების სამყაროს საოცრებები, მაგრამ ყველაზე ღირებული რაც ვისწავლეთ, ეს არის ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და ყველაზე მთავარი სამშობლოს დებულება და სიყვარული. ეს სიყვარული ნელ-ნელა თითოეული ლექსით, მოთხრობით, სიმღერით თუ ისტორიით იზრდებოდა. ვისწავლეთ, რომ სამშობლო მხოლოდ რუკაზე მონიშნული ადგილი კი არ არის. ის არის ჩვენი ენა, ჩვენი ოჯახი, სკოლა, სითბო, მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემა. დღეს ჩვენ პატივს მივაღებთ ყველასთვის უზომოდ ძვირფას ჩვენ სამშობლოს საქართველოს და ღონისძიების თემაც შემთხვევით არ არის შერჩეული. მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში სამშობლოსადმი სიყვარულისა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივება. რომ ბავშვებს წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, იცნობდე და აფასებდე ქვეყნის ისტორიას, სიმბოლოებს და ღირსეულ გამორჩეულ საზოგადო მოღვაწეებს. სპექტაკლის შინაარსიც სწორედ ამ ღირებულებების გაღრმავებას უწყობს ხელს. მოკლედ, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და ახლა დიდი სიტყვოთი და სიყვარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ღონისძიებას, ჩემი სამშობლო საქართველოა. შემდეგ ღმერთმა ხელი შემიწყო. განძი მაყვნინა, რითაც იარაღით შევიძინეთ,
ბედა ქუჯიერისამა. შემდეგ ერთიანი ძალებით ტერი დავამარცხე და ქართლის სამეფო გავაერთიანი. შემდეგ ქართული ამბანი შევქმენი და ქართული ენა განვაუწყე. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ჩემი მეფობის დროს ქვეყანა გაქრისტიანდა. ადრე ჩვენ თაყვანს ვცემდით კერპებს, არმას, განსა და კაცს. ამ დროს გამოჩნდა მიწა, რომელიც ქრისტეს სახელით მრავალ სასწაულს ახდენდა. მან მეც მიხსნა მძიმე სენისაგან. მაშინ ქრისტიანობა აღიარე და მოვიწოდე. მწვერვალებს ქარიგძის ფერმიში ველდა და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთს თათაზე და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ. მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავას ტბას საზედა. წრწოდა ქარი, მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანაპირო ვაზის ჯვარი. თავის თებით ყვირდებოდა უცხომსაური. ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე? წყებს აკითხა, რომელია ქართლი გზაი. წყებს მაუთხრა, საქართველო არის ესე. მე არ მჯეროდა ქრისტეს, სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილეთ სასწაული. ერთხელ სანადიროდ ვიყავთაშული, უეცრად ჩამოვიდა. ტყეში მარტო დავში, საშველად ხმა ყველაფერი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მერე შველა ნინოს ხმებს, ქრისტე ვთხოვეს და უეცრად ყველაფერი განხდა. ის მერე მოვინათლე და ხალხით მოვინათლა მსხვაში. ავაშენეთ პირველი ქრისტიანული ეკლესია, სვეტით ხოვე. ჩამოერს მარეკა, იალბუზე ფეხი შესდგა, დიდმა მთებმა შექმნეს დრეკა. მე მგონი ამ გმირს წარდგენა არ სჭირდება. მიცან თარბა, მე დავაარსე დედაქალაქი. ვახტანგ გორგასალი. თქვენ ხელა ვიყავი, როცა დავობდი. 15 წლის ავედი ტახტზე. ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ბრძოლასთან ერთად ქვეყანასაც უნდოდა შენება. მე განვაახლე ციხე-ქალაქი უჯარმა. ავაშენე ქალაქი ჭერენი და რაც მთავარია დავაარსეთ მიწის. ხშირად უყვით, როგორ გადაუთხა ეს პატარა ქვეყანა ამდენ დღეს. ქვეყნის გადარჩენა არ არის ძნელი, როდესაც შენი სამშობლო თავს გირჩევნია, როდესაც შეგიძლია მისი გულისთვის საკუთარი სიცოცხლე არ დაინახო. გმირები კი საქართველოს არასდროს არ აქვს. ბევრი ვიბრძოლე მურვან კრუს შემოსევისას. მომიგნეს მამა, ძმა, მაინც ვიბრძოლი. დავიბრუნე კახეთი, თიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი. მაგრამ ამ გამოვსდნენ არაბები და წმერი შეცვლას თხოვეს. მე ჯულია შემიწვია. არჩილ მეფეს თავი მოჰკვეთეს, მას ცოლი და ექვსშვილი დარჩა. დიდი ღვაწლი დასდო საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე. ვახტანგ გორგასლის მერე არავინ გამოჩენია. დიდების, ძალითა და გონებით, მისი მსგავსი. შეუსწავლებელი ხდოდი საქართველოს. ჩემი მეფობის დროს გაერთიანდა სრულიად საქართველო. სულ ბრძოლასა და შენებაში ვიყავ. საქართველო ახალ ცხოვრებას იწყებდა. ერთიანი ელი, ერთიანი დროში, ერთიანი ხმლით, ერთიანი ჯვრით, ერთიანი კანებით. საქართველოს სიამაყე ყველაზე დიდი და ძლიერი საქართველოს მეფე. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, თვითმფლობელობით მპყრობელი. მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელი.
ყოფილი მეფობა საქართველოსი. მე 16 წლიდან გავმეფდი. რის გარდა მარცხებული და აოხრებული ქვეყანა ჩავიბარე. შევკრიბე ყველა ვისაც გულში ქართველობა არ მოუკვდომოდა და იმედიც არ გაჰქრობოდა საქართველოს გადარჩენისა. მას ყოფილა ჭეშმარიტი მამულეშვილი. დღე და ღამეს ჭერდნენ საჭურველს და მეფე იყო მჭედელთა შორის მჭედელი უპირველესი. იჭურვებოდნენ, იწვრთნებოდნენ და მეფე იყო უპირველესი მწვრთნელისა და წვრთნილის. ვარდიშობდნენ მხედრები და აქაც მეფე იყო სიმამაცით მხედარი უპირველესი. ახალშეყრილი ჯარის თურქებს მოუგდოდნენ და გესქონდათ თავს. ხალხი სამალავებიდან გამოყვავდა. თავიდან დამკვიდრებაში ვეხმარებოდით. ისე მეფე იყო პირველი გუთნის დედაც, სახლის ხუროც, ბალავრის მთხრელიც და საძირკვლის მყრელიც. დიდი ბრძოლების დაწყებამდე დავითმა შინაური ერისთავი და არნაუნი მოთოკა. შემდეგ მტრებს ხარკის მიცემა შეუწყვეტა და საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლა დაიწყო. ეს არ მოეწონა ჩვენი გაძლიერება. მუსლიმები გაერთიანდნენ და 300,000 კაცი შეგჭირდეს. ჩვენ კი 55,000 კაცი გვყავდა. ერი დიდგოში დაბინავდა. ლაშქარს მე თვითონ მივუძღოდი. ქართველთა მცირე ლაშქარმა ძლია მტერს. ამ ბრძოლას ძლევოი საკვირველი უწოდეს და ისტორიაში დიდგორის ბრძოლის სახელით შევიდა. მე არაფერი დამიშურებია საქართველოს ძლიერების და ერთიანობისთვის. ამათ ასე მოიქცეოდა ყველა თქვენგანი. ლეკვილომისას სწორია, ძური იყოს თუნდაც ხვადია. საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი მეფე თამარი. ქალის გამეფება სარავინ არ ელოდა. წინააღმდეგობებით შინაურ და გარეო მტრებს ეგონათ. ქალია დაუეზმობერებაო. ყველა გააუცა თამარ მეფემ. მან გონურული გადაწყვეტილებებით დაამშვიდა ქვეყანა და ლაშქარი საბრძოლველად მოამზადა. ქართველებმა ძლიერს რუქნად ინის და მის თურქებს დასიახა. ქართველებმა კიდევ მრავალი ბრძოლა გადაიხადეს. თამარის მხარში ედგა მისი მეუღლე დავით სოსლანი. ჩემი მეფობის დროს საქართველოს თავისი ძლიერების მწვერვალზე იდგა. დიჩალ ქართველებმა ხმლების ქარხაში, მხოლოდ ქართველებს შეგვეძლო იერუსალიმში გაშლილი სამეფო დროშებით შეცვლა. ზობის ხანა ედგა საქართველოს, იყო ბრძიდან და რბანდამის და სინობიდან არ დაველამდის. მთელი საქართველოს გვერდში დგომა შეაძლებინა თამარს ამდენმა. თამარის სახელი არ ხუნდებოდა. მისი სახელი დაერქვა ქართულ დროშას. თამარი ჩვენი სახელები არაა ცნობილი. 100,000 წავებული ქართველი, 300 არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე და მრავალი სხვა. ისინი წმინდანები და საქართველოს მფარველები არიან ზეცას. არ დააუწყდება ხალხს ქართველთა გმირები. მამაშვილი დემეტრე მეორე თავდადებული და გიორგი ბუწყინვარი. მიღირდა სიცოცხლის გაწივა. თუ ეს საქართველოს გადაარჩენდა. ასეთი იყო ნება ღვთისა. მე დავდეს სულ ჩემი ქვეყნისთვის. ამიტომ იწოდეს თავდადებული. მე დემეტრე მეორე თავდადებული სვას. განამქონდა უფლება ჩემი ქვეყნისთვის არ მეცოცხლა. მე გავაერთიანე და გავაძლიერე საქართველო. განძევნე საქართველოდან მონღოლები. ჩემი სამშობლო თითქმის ისეთივე გახდა, როგორც დავით აღმაშენებლის მეფობისას. მეფე გიორგი მააშენა ქალაქები და სოფლები. მან გააბწყინა საქართველო და ხალხმაც მადლიერების ნიშნად მას გიორგი ბწყინვალე უწოდა. ქართველი ერისთვის დიადი სულის ვაჟკაცობის და ერთგულების მაგალითია ქეთევან დედოფალი. ირანში მძევლად ყოფნისას შაჰმა ჯულის შეცვლა მომთხოვა. ვიცოდი, უარი შემთხვევაში სიკვდილი მელოძა, მაგრამ მე გადავწყვიტე სამშობლოსთვის. თავდა
ყოფილიყავ. დროარი ჩემო პატარა, იცოდე ერთი ამბავი, ეტემის როა ბადალი, ხე საქართველოს თაბორი. ბეღელში როა ხორბალი, ღელეზე როა წანწალა, რუნიტის ფილის ბორბალი, რომ იხვითქება საწყალი. ზერო გამოდის წითელი, ყიდან რომ გიხმობს ძახველი, რომ ზღურტულებენ ჩიტები, ზამთრობს მოცახ სახელი. დაწყალია თუ დანდური და ხიდია თუ ძახველი, რაც მთავარია ქართული დღესაც, რომ ქვია სახელი. ყლავაც რომ იყრის თანდური, ყლავაც რომ ილხენს ქალბძალი, რომ ლაპარაკობ ქართულად, ქართულ სკოლაში ნასწავლი. კარგს რომ ვითადის მომავალს, შენი ბედითი გაჯანი, ვიც იყო იგი რომ არა, არ იქნებოდა რაც არის. ფარნავად მეფე რომ არა, ვინ ჩვენი სრულყვანბანი, შოთარუს თველი რომ არა, ვინც არის ჩვენი ლამბარი. მოწიფუთ სწორი რომ არა, ოთხგან აღმართა მანჯვარი, მდენი თედორე რომ არა, ტერმა აგუდა საწყალი. ხორბელიანი რომ არა, საქართველოსთვის დამძვარი, პატარა კახი რომ არა, ყველა მოხურის თავძარი. მეფე დიმიტრი რომ არა, ძმანი რომ არა, ცხრა ძმანი, მოკლედ სისხლის ზღვრა რომ არა, არ იქნებოდა რაც არის. ყლავაც თუ გვინდა ქართველი, ლაპარაკობდეს ქართულად, თუ გვინდა იყოს გლავ ჩვენი ეს არემარე ხატულა. თუ გვინდა მხარეს მშვენიერ, ჩვენი ერქვა სახელი, თლავთუძენი ჩვენივე, ჩვენი რომ გახდრემ ძრახველი, უნდა უყვირდათ წერ ჩვენის, ვით პაპის სიხნე უყვირდათ, თუ გვინდა გვერდქვათ ქართველი, რაც უნდა გვსურდეთ, თუ გვინდა. საქართველოს ისტორია, გმირების ისტორიაა, გარდასი დროთა მებრძოლებს, ღირსალათ უმშველებს იერთებენ. ჩემი მისია იყო მეცხოვრა საქართველოსთვის და თუ საჭირო იქნებოდა მისთვის, სიცოცხლეც გამეწია. რაც შემეძლო და რითაც შემეძლო, ვეხმარებოდი ქართველებს, მეგობრებთან ერთად დავაარსებამდი ქართველების გადასარჩენად. ქართული ენის გადასარჩენად კი დავაარსე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ეს არ მაპატიეს მტრებმა. ილია გულით, მონებით, წერლობითა და პოეზიით ებრძოდა საქართველოს მტრებს და იმედს აძლევდა ქართველებას. საქართველოს მტრებმა იგი წიწამუხატე. ქართულმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და მას ილია მართალი წუხელის შოთა დაბადებულა თურმე დემეტრე, განგებავ ჩვენი საქართველოსთვის, რა სიყვარული გამოიმედრე. წუხელი ცისკარი ცხავე გაიყო, ყველა გმირმა დათავდადებულა. დაბადებულა თურმე ბახტა, წუხელი დემეტრე დაბადებულა. საქართველოსა ისეთ მაღალი, უფრო მეტად ამაღლებულა, დაბადებულა მთვარე გიორგი, თურმე ილია დაბადებულა. წუხელის მტერი ერთ პირად ჩვენი, მოსპობის მდონი დაბადებულა, დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა. დაბადებულა ბიჭი ბატა, გათენებულა წუხელის თეთრად, დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ ისევე ერთად. წუხელის გოგო დაბადებულა, ცისნამი, ცისფრად ნაკამკამარი, ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევია თურმე თამარი. დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა, ისბნელი ღამე თურმე უეცრად, თიური ნათლით განათებულა. ყველა ზღაპარი ნაოც ნებარი, ახდენილა და გამართლებულა, დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინიც დაბადებულა. და გიხაროდე ქართველთა შორის, ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა.
თითონი ხარ ჩვენ თქვენი ნაწილი ჩვენ თქვენი სიცოცხლისთვის მებრძოლი ვართ ჩვენ დღევანდელი ახალგაზრდები ვართ საქართველოს სიყვარულით დაფერფლილი გულებით ჩვენ საქართველოს ჯარისკაცები ვართ ჩვენ საქართველოს ჯარისკაცები ვართ ჩვენ ჯარისკაცები ჩვენ ერთად გავბრუნდებით ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ Just
მიმართება ბავშვობა იქ ძალიან აკადემიური იყო ძალიან ლამაზი მიუხედავად იმისა რომ ისტორიაში რაღაც გამეგება ხო ისე ამოგზაურეს სინქრონულად წარსულიდან აღნავებიდან მოწყებული ნაწილები შემდგე რომ მეც სიამოვნებით ვსმენდიდან გამაოცა ბავშვების სიალალე გამაოცა კარგად მეტყველებდით და დიდი მადლობა ამისთვის თქვენ ჩემი პროფესორი იმიტომ რომ ევრიკა ჩაგებული ძალიან დიდი შრომა გახდა თქვენ ჩემი პროფესორი იმიტომ რომ თქვენს გარეშე არაფერი არ გამოგვიყვება კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აი ამ ულამაზეს ბავშვებს თქვენი მზისხილები კი არა ჩვენი და საქართველოს მზისხილები არიან ესენი და არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადოთ ჩვენს მშობლებს თანადგომისთვის, რომ არა ეს ძვირფასი ადამიანები ნამდვილად ვერაფერს ვერ გავაკეთებდით ისე მე და ჩემი ბავშვები. ეს თანადგომა უმნიშვნელოვანესია და ყველას თითოეულს გიხდით უღრმეს მადლობას და დიდი მადლობა. თქვენ ნამდვილად სასაერთო-ჯიურად და ნამდვილად ჩვენი სამწლიანი თავგადასავლების ჩვენი უსასრულო სიყვარულის ნიშნაა. ალბათ დახმარება დამჭირდება მარიამ. მოდი სტიქით რომ დაგჭირდება. მარიამს არ აიძა. ნინე ხარეზიშვილი. არიან ნახუჭრიშვილი, და ჩამოვიდნენ ბავშვები. ხო, აი მოწარეთ აქ. კიბიდან არ ჩამოვიდნენ. მარიამ ნახუჭრიშვილი. მოდი. მარიამ ნახუჭრიშვილი, საერთოდ მარიამ. ანავე ხვაძე მოებდადოს. ევა სულაშვილი. იზი სადაა? იზი. შაკაია. ნიკოლოზ ასპანიძე. ნიკოლოზ. ისეული მეფეები იყავით. იზი გოგოლაძე. გაბრიელი ბაჩანია. მარიამ სამხარაძე. საბა ასლანაძე. გაბრიელი მიხეილ მელიქიშვილი. სურაჭელიძე. ატო ჯერო. საბა ქიულიშვილი. გაბრიელი ბეკურაშვილი. ევანი ბეგიაშვილი. ლაზარე ყოლატაშვილი. დანიელ კადუკაშვილი. სანდრო შუბიძე. ანდრია ცეცვაძე.
ლუკა წოიძე. ლუკა. თომა ლუზაძე თომა. ნინი. მადლობა ბავშვებო. მიყვარხარ. შობლების სახელი. დიდი მადლობა გადაგიხადეთ ამ საქმეში. დიდი მადლობა. მე გამის თქმა.